ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ცენტრში სტუმრობისას განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საგანძური დაათვალიერა და განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ხელნაწერების პოპულარიზაციაზე მუშაობას იწყებს. ცენტრში დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად კულტურისა და განათლების მინისტრებიც იმყოფებოდა. ჩვენ ერთობლივად ვიწყებთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებას, გაფართოებას. ჩვენ გეგმავთ, რომ წლის ბოლომდე დავასრულოთ ახალი შენობის პროექტირება და მომავალ წელს ჩვენ ვსურვთ, რომ დავიწყოთ ახალი მშენებლობა. ვინაიდან აქ არავითარი პირობა არ არის მოწყობილი, არ არის კლიმატური პირობები, ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასე რომ აუცილებელია და ეს არის დანაშაული, რომ ჩვენ აქამდე სახელმწიფომ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია ისეთ უნიკალურ დოკუმენტებს, ხელნაწერებს, ისეთ უნიკალურ საგანძურს, რომელთა ჩვენ ქართველები ვიამაყებთ. პროექტი დავალება მომზადებულია 2014 წელს. ჩვენ ვეცდებით, რომ დავასრულოთ პროექტის საპროექტო სამუშაოები. შესაბამისად, ასევე მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, ასეთი დაწესებულებისათვის შესაფერისი ლოკაციის განსაზღვრების პროექტი. დაახლოებით ორიენტაცია გვაქვს ალაბრის ტერიტორიებზე. მე ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს პოპულარიზაციაში, ასე ვთქვათ, ამ თემის ექსპოზიციების მოწყობაში, რომელიც არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება. ამან შეიძლება ითქვას, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულება, ერთ-ერთი უმდიდრესი საცავი, განსაცავი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის, ჩვენი სახელმწიფოს წარმოჩენის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობა და ვფიქრობთ, ამ კოლექციას განსაკუთრებული ზრუნვა და განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდება.